ეგევსის ზღვაში ჩაძირული გემის კაპიტანს 38 წლის ლევან თებიძეს უკვე მესამე დღეა უშედეგოდ ეძებენ. დაკარგული მეზღვაურის მეუღლე ირმა ტარიელაძე შესაბამის უწყებებს სამძებრო პროცესის გასაჯაროვებასა და შემთხვევის მიმდებარე კუნძულებზე მაშველების მობილიზებას თხოვს. შეგახსენებთ, რომ სიერა ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი მშრალტვით მზიდი გემი თურქეთის ქალაქ ალაგიედან კვიპროსში მიემართებოდა. ერთ-ერთი ვერსიით გემმა ჩაძირვა სანაპიროდან 19 მილის მოშორებით წყალქვეშა რიფთან შეჯახების შემდეგ დაიწყო. გემზე სულ 6 ქართველი მეზღვაური იმყოფებოდა, მათგან ამ დროისთვის 5 წევრის გადარჩენა მოხერხდა. ძალიან ფთხოვულთან მიიტანონ ერთი ადამიანი, განსაზღვრავენ, რომ ერთი ადამიანი და არაფერი. ის ადამიანი ცოცხალია და საქართველოს მოქალაქეა. ჯერა რო ცოცხალია, ხმელეთზეა სადღაც, ჯერ გემის შემოწდეს, გამომრიცხო უნდა, ყველაფერი უნდა გამოირიცხოს. გემის შემოწდა თუ არა მაინტერესებს, ძირფესვიანად ეს შიგნიდან გემის შემოწდა თუ არა, ეს გავიკო პირველ რიგში და შემდგომში ახლა ამ წუთებში რა მიმდინარეობს, როგორი სამძებრო ღონისძიებები